დი შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცია აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მერე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა 400 ლარით ვიზუყედია სახლი ვერ გავიგე. გადასახადების ფულია ეს და ციგნების. თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო? იქ დაალაიქე ვიდეო თუ გიყვარს დედა. გამოიწერე არხი თუ გიყვარს მამა. გააზიარე თუ გიყვარს ღმერთი. თუ სამივე გიყვარს, შეასრულე სამივე. ვიცუდი. ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს. მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს, ეს ერთი. და მეორეც ციგნებს როკეთას ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში. რაღაცა ბრძულად გამომივიდა. ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე? ეხლა რატომ მიდიხარ? ხო, ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა. 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, ხო და თითქმის ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული. მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი. რა ვიცი, არც ინტელექტი, არც სულაკაური, არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე. მახსოვს იქ დრამა. ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან. ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში. ლოკაცია უცვლელია, ისევ ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონში. წაგიყვანო მარიკო, წამოხვალ. არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოც ედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო შეერობღავილი დაიწყე. და შენ რა წაიკითხე ბოლოს მე რო დამცინე. აბუ სახელი აღარ მახსოვს ეხლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა.